გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ მარიამ ფედროვი. საქმიანობა არის ეკოტურიზმის მიმართულებით ამ პროექტის საშუალებით, რომელსაც ვახორციელებთ. ეხლა ვართ უკვე ისეთ ეტაპზე, აქტიურ ფაზაში ვარ არასტუმრების მიღებისთვის, არამედ მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და რაღაცნაირად გაგიზიარებთ ჩვენს მოსამზადებელ სამუშაოებს და თქვენს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ეკრანზე. მოკლედ, დურგლის სახლი არის ეკოტურისტული ობიექტი. საოჯახო ტიპის სასტუმრო. თავდაპირველად ჩაფიქრებულია როგორც 2 ნომერი სტუმრებისთვის, ჯამში 4 სტუმრის მიღება შეძლებს საწყის ეტაპზე. ცოტა წარსულში რო გადავინაცვლოთ, პატარა ისტორიას მოგიყვებით, ესე იგი, ბაბუაჩემი დაახლოებით 8 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომში გარდაიცვალა მამა და 3 ბიძა ქერჩში დაიღუპნენ. ანუ ფაქტობრივად ოჯახი დარჩა მხოლოდ ამ ერთი ბავშვის ამარა, ასე თქვა, ყველა პასუხისმგებლობის აღება მოუწია ამ პატარა ბავშვს. როგორც ამბობდა, 4 წელი ისწავლა სულ სკოლაში. დანარჩენი დრო, ანუ დედას და თავის დებთან ერთად, მოკლედ სამეურნეო საქმიანობებს და მოიხსენებათ, ხა სოფელი იყო და ბევრი რაღაცის კეთება უწევდა და ბევრი რაღაც შემოესწავლა. სევდიანი ისტორია, მაგრამ კარგი გაგრძელებაც აქვს ამას და ვისაუბროთ ამაზეც. დადგა ესე იგი ჯარის სასაკი, ახლა მოწიფული მამაკაცია და წავიდა ჯარში. და ამ დროს დედა და თავისი დები გადმოვიდნენ საცხოვრებლად დედულეთში, ანუ დედის მხარეს სოფელში, რომელიც არც ისე შორს არის, აი ამ ძირის სოფლიდან. თან წამოუღიათ გურლები, ასევე სახით ქუხნა სახლს. პატარა შენობა არის, ნაგებობა, სამზარეულო, სივრცეც იქ იყო, კერიაც იქ იყო, ცეცხლიც არდებდნენ, იქ იძინებდნენ, მოკლედ პატარა შენობაა, რომელიც დაუშლიათ და წამოუღიათ სად. და ეზოში, სადაც შეისყიდეს ის მიწა, იქ ჩაუდგამთ. ამასობაში ბაბუაჩემი ბრუნდება ჯარიდან და ეხლა იწყება საინტერესო ამბავი. არაფერი ებადათ ფაქტობრივად, მეურნეობა და ეს პატარა სახლი, ხო? და აი ეხლა უკვე მოწიფული ასაკი აქვს, კარგი საცოლე მამაკაცი შეიქმნა და ამ დროს იპოვა სასურველი კანდიდატი, მოკლედ აქვე მეზობელი სოფლებიდან და როდესაც მისულან ოჯახში სტუმრად, ანუ ხელისათხოვნელად ბაბუაჩემს უთქვამს ესეთი რაღაც სასიმამროსთვის, რომ აი ხო არაფერი ებადა ფაქტობრივად და ცოლისათხოვნელად ესე ამბიციურად მივიდა, მოკლედ ხუჭუჭა ცისფერთვალება კაცი იყო, მომღერალი კაცი და ესე უთქვამს, რომ ანუ არინანებთ, რომ თქვენ ქალიშვილს ცოლად გამატანთო და აი ცოლის მოყვანიდან 2 წელსში ბაბუაჩემ ააშენა თავის ხელით სახლი. თურგალი იყო, როგორც მოგხსენებათ, ხეზე მუშაობა კარგად გამოდიოდა, ააშენა 2 სართულიანი გაწყობილი კაპიტალურ ხეში თავისი ხელით სულ სახლი და აქ დასახლდა და დაიწყო ცხოვრება თავის შვილებთან ერთად. ანუ ჩემთვის ეს ისტორია არის ემოციური და ალბათ თქმა უნდა პერსონალური არის, მაგრამ აი მათი გარდაცვალების შემდეგ, ეს სახლი რო ცარიელი დარჩა რაღაცნაირად, ეს იყო დიდი мотиваცია, რომ მოდი ჩვენ ხო გვაქვს ესეთი კარგი მოგონებები ამ ყველაფერთან და გვინდოდა რომ აი ჩვენნაირად კარგ ადამიანებს და დაინტერესებულ ადამიანებისთვის გაგვეზიარებინა და გვინდა რომ გაგიზიაროთ ხოლმე ეს ისტორიები, ეს გარემო, რომელსაც ეხა ნიშანდობლივია, რომ იმ ეტაპიდან დავიწყეთ ჩვენ საქმიანობა, როცა აი მაგალითად ერთი ოთახი იყო, სადაც არ დაასრულა რატომღაც რაღაც დაუსრულებელი დატოვა ის ოთახი და აი ზუსტად იმ ოთახიდან დავიწყეთ ჩვენი ძალებით შენებლობა, რა ვიცი, პანელს ვაკრავთ, იატაკს ვასუფთავებთ, რაღაცა ფანჯრებს გამოვცვლით, რაღაც მოკეთ დრო გავიდა ეხლა და სახლს ხელის შევლება სჭირდება და ვცდილობთ, რომ აი ჩვენს დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი დები ერთმანეთს უდგევართ გვერდში, რომ ეს ტრადიცია შენების გავაგრძელოთ. ვამბობთ ხოლმე, რომ დურგლის სახლი არის ტრადიციების ერთობლიობა, აი ტრადიცია შენების, როგორც გითხარით, ბაბუაჩემიდან გამომდინარე, გვაქვს კიდევ ტრადიცია მასპინძლობის, კულინარიის, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, ბებიაჩემი ძალიან მაგარი კულინარი იყო და აი მისი გაკეთებული საცივი, მოკლედ სოფლიდან, რა ვიცი, სუფრა არ გაიშლებოდა, რამე დიდი რომ მას არ დაეპატები, არ მოეწვიათ და მოკლედ მას არ გაეკეთებინა ეს კერძები და ეს მიმართულებაც გვინდა რომ აქტიურად დავნერგოთ და ჩვენთან მოსულ სტუმრებს ადგილობრივი გემრიელი კერძები შევთავაზოთ, სხვათაშორის ჩვენივე ეზოდან, იმიტომ რომ პროდუქტებსაც უმეტეს ბოსტნეულს თუ რაღაც ხილი იქნება თვალშემი, ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ ადგილზე. დურგლის სახლი ასევე არის ტრადიცია სიმღერის და მღერის, როგორც გითხარით, ბაბუაჩემი ასევე მომღერალი კაცი იყო. ამბობდა ხოლმე, რომ აი გუნდში, ადგილობრივ გუნდში მივედიო და კარგი ბანი ქონდა ესეთი დამახასიათებელი და
მოკლედ რა თქმა უნდა იქ მღეროდა, მაგრამ აი არჩევანი რომ მიდგა რეპეტიციებზე ელო თუ მეურნეობას მიეხედა, გადაწყვიტა რომ მეურნეობას მიეხედა და ამიტომ ყველა სიმღერა ისედაც შეისწავლა ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და მოკლედ ყოველ დილას იწყებდა ასე სიმღერით. მართლა ანუ ჩვენ შვილიშვილებს რო ვიწექით ხოლმე და ვიღვიძებდით გვესმოდა მისი სიმღერა. ესე იწყებდა დღეს და შრომაში ატარებდა მოკლედ მთელს ამ დღეს. ამიტომ გვინდა რომ ეს ტრადიციაც დედაჩემს ასევე არის გრული ფოლკლორის სიმღერების შემსრულებელი, უკვე 40 წელზე მეტი არის ადგილობრივ ანსამბლში არის მოკრიმანჭული ქალი და გვინდა რომ აი ჩვენთან მოსუსტუმრებს ეს ტრადიციაც გავაცნოთ. არა სამოყვარულო, მაგრამ პროფესიონალ დონეზე ხო თუ არ შეისწავლეთ გრულ სიმღერას, მოусმენთ და დატკბებით მაინც და ესეც დიდი ამბავია მოკლედ. აი ამ ტრადიციების ერთობლიობა გვინდა რომ ჯამში საინტერესო მრავალფეროვანი სივრცე შევქმნათ ჩვენთან მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ანუ გარდა იმისა რომ განთავსება, იქ მასტერკლასები, კულინარია, კერძები და ასე შემდეგ გვექნება სტუმრებისთვის, გვინდა რომ მომავალში ისეთი სივრცეც შევქმნათ, აი დავარქვათ არ ვიცი სახელოსნო პატარას არაფორმალური განათლების ის სივრცე, სადაც აი ნებისმიერი ადამიანი მოზარდი, ბავშვი მოვა და თუნდაც ხეზე მუშაობასთან დაკავშირებით, აი ხელსაქმესთან დაკავშირებით რაღაც პატარა ინფორმაციას გაუზიარებთ, ასევე არაფორმალური კუთხით, ანუ გარემოს დაცვით მიმართულებებზე, ეკოლოგიურ მიმართულებებზე ვესაუბრებით, ძალიან გვინდა ეს საკითხიც, ანუ იყოს საკმაოდ აქტიური ჩვენ სივრცეში. მე თვითონ მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ტურისტულ საქმიანობასთან და გიდობის საქმიანობასთან დაკავშირებით და მინდა რომ ეს მიმართულებაც დავნეგოთ და ჩვენთან მოსუსტუმარს არა მხოლოდ ჩვენს სოფელში და ადგილობრივ მეწარმეებთან გქონდეს წვდომა, არამედ საინტერესო მარშრუტებით შევთავაზოთ, თუნდაც არ ვიცი, მეზობელ სოფლებში, აი ჩვენ აქ გვყავს გურული კარგი მეწარმეები და გვინდა რომ რაღაცნაირად ეს ხიდი ვიყოთ დამაკავშირებელი ერთმანეთთან ბიზნესების, რომ შევძლოთ ჩვენს სტუმრებს შევქმნათ მრავალფეროვანი გამოცდილება, ხო? რომ თქვათ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოთ, იქ საინტერესო ადამიანები გავაცნოთ და ასე შემდეგ. ასევე გეგმავთ მეურნეობის მიმართულებით განვითარებას, როგორც გიხარით, გვაქვს ჩვენი მცირე რაოდენობით ჩაის ვაწარმოებთ, შეიძლება ითქვას ბიოჩაი, იმიტომ რომ ისეთ ადგილას ვაწარმოებთ, სადაც რა ვიცი, ძალიან დასახლებისგან შორს არის მოკლედ. დასახლებული პუნქტისგან შორს არის და საკმაოდ ეკოლოგიურად ცივთა პროდუქტია. ასევე ვაწარმოებთ რამდენიმე სახეობის ბოსტნეულს, ხილს, ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ ჩემი დიდი სურვილია რომ ყველის ტექნოლოგიად შევისწავლო, იმიტომ რომ ბებია ჩემი აკეთა და საოცარო ყველს. არ ვიცი ხალხო დღემდე მახსოვს ეს გემო და მინდა რომ რაღაცნაირად ვეცადო რომ მეც იქნებ გამომივიდეს, ნახოთ. ეს არის მომავლის გეგმები. მანამდე კი როგორც გითხარით, გაზაფხულისთვის უკვე გეგმავთ რომ მივიღოთ პირველი სტუმრები. ეს იქნება ჩვენი რაღაცა პატარა სტარტი და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ თქვენ გიხილავთ ჩვენთან სტუმრად, სიამოვნებით გიმასპინძლებთ ყველა თქვენგანს. ეხლა მინდა ესეთი პატარა გურული ფაქტორი არის, ხა გურულები კარგად მიხვდებიან. მაირო ის იქნება ფაქტორი, ხო იცით, ბევრი ადამიანი ლაპარაკობს უკვე ამაზე და ეს არის როგორი რაღაცა იცით, აი რო გაქვს რაღაცა იდეები, ლაპარაკობ, უზიარებ, განსაკუთრებით ცოტათი მოზრდილ თაობას, აი ბაბუების, მამების თაობას, აი ეს მინდა გავაკეთო, აქ ეს უნდა ვქნა, გეგმები მაქვს, უნდა ავაშენო, უნდა დავამშვენო და აი რო ის იქნება, გეუნებიან სულ ხო? და ეს მომენტი, რა თქმა უნდა, ჩვენც გვედგა, იმიტომ რომ დიდი ხანია მართლა ეს იდეები უკვე ტრიალებს ჩემს თავში და ეს პროექტი იყო აი გარდამტეხი იმ კუთხით, რომ აი საშუალება იყო მოკლედ აი ამ რაღაცა ბევრი ქაოტურად მოძრავი იდეა ხო გაქვს და რაღაცნაირად გასაღებებით მოერგო ამ კარს და ყველა ის ცოდნა რაც ჩვენ აქ ტრენინგებზე მივიღეთ ფაქტობრივად იმ რაღაც ბუნდოვანების, იმ შიშის თუ იმ რაღაც ბიზნეს საქმიანობის დაწყების, აი ვინც დამწყები მეწარმე ხართ ალბათ გეცოდინებათ რომ რაღაცნაირი უკან ბევრი ბათ, ანუ რაღაც მომენტები ახლავს, აი მაგრამ ეს რო არ გამოვიდეს, ეს რო არ გამოვიდეს და ეს პროექტი იყო გარდამტეხი იმ კუთხით, რომ მართლა ანუ აი ყოველდღიურ რეჟიმში აი ამ 2 კვირის განმავლობაში თუ რამდენი ხანიც იყო ტრენინგები, აი ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომ აი სრულიად პრაქტიკულ უნარებს რო გვითარებდა, ანუ აი ძალიან მარტივიანით გადმოცემული ცოდნა, რომელიც აი რა ვიცი, სოფელში რომელიღაც გლეხს თავისი ენით რო აუხსნა და მიახვედრა, რომ თურმე აი ეს შეიძლება გაკეთდეს და აი ამას შეიძლება ეს შედეგი მოყვეს და ეს შეგიძლია ესე დათვალო, ეს შეგიძლია ესე გამოიყვანო და ასე შემდეგ. ანუ აი ეს განათლების, ანუ ცოდნის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ესეთი სტარტი იყო და მოკლედ
ზურგი იყო ჩვენთვის ეს პროექტი და კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ადამიანური ფაქტორი, ანუ კონტაქტები. ისეთი ადამიანები გავიცანით ამ პროექტის განმავლობაში, რომ აი რაღაცნაირად დავავყარეთ კავშირები ერთმანეთთან. გარდა იმისა, რომ გურიაში შეიძლება ყოფილიყო მაგალითად თუ არა პროექტი, თორემ მე მაინც გადავიკვეთებოდით მაგალითად ჩვენ რამდენიმე ადამიანი. აი სხვა კუთხის წარმომადგენლები გავიცანით, აი ძალიან კარგი ადამიანები მართლა რომელთაც საოცარი იდეები ჰქონდათ და ანუ მათი მაგალითები ჩემთვის მაგალითად ცალკე მაგალითი იყო კიდე რომ აი იმათ თუ შეძლეს, იმათ თუ დაიწყეს, იმათ თუ განახორციელეს, ჩვენს შევძლებთ, ხო? აი კესოს მაგალითი იყო ქალბატონი კესორი ტაბერნე გურიაში აცანა ესეთი ეკოტურისტული ობიექტი აქვს და მახსოვს რომ ტრენინგებზე რაღაც ერთ-ერთ შეხვედრის შემდეგ სასტუმროს ნომერში ვისხედი და ვლაპარაკობდით ამ თემებზე და მე ეს ჟურნალისტური იმის დავკითხე რომ აი ეს როგორ ანუ ქალბატონო კესოვი მომიყვა თავისი ამბები როგორ შეძლო აი რა ვიცი აგურები რომ რა საიდანაც ამოთხარა და იმით რომ ააშენა და აი იმხელა мотиваცია იყო ჩემთვის ეს ფაქტორი რომ თურმე ანუ მართლა ანუ ყველა ასე აკეთებს ანუ ყველა წვალობს რაღაცა ყველა გაისჯება ხოლმე და შედეგიც მე შეიძლება აუცილებლად იქნება ალბათ წარმატებული და ესეთი მაგალითები გვაქვს ბევრი ანუ ამ პროექტის საშუალებით და დღესაც რაღაცნაირად კონტაქტობთ ერთმანეთში და მგონია რომ ეს უფრო გაღრმავდება და განვითარდება და რაღაც ჩვენი თემის რეგიონის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ჩვენი ბიზნეს საქმიანობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. რა ვიცი, წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას და გეუბნებით ჩვენთან მოკლედ, თუ ჩვენი Instagram გვერდი არ გაქვთ სოციალურ ქსელში თუ აქტიურები ხართ და არ გაქვთ გამოწერილი, გირჩევთ რომ გვადევნოთ თვალი, იმიტომ რომ იქ უკვე ყოველდღიურობაში ანუ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ ჩვენი ხელებით, აი ამ ქრონიკებს შემოგთავაზებთ და რაღაცნაირად თქვენს ჩართული იქნებით ჩვენთან ერთად და შეგიძლიათ იდეებით მოგვაწოდოთ და მოკლედ ვითანამშრომლოთ ერთად და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. თუ რაიმე შეკითხვა გაქვთ, რაც გამომჩა, შეგვიძლია რომ მაგაზეც ვისაუბროთ.